მიახლო სოფელ არალში იმ კათოლიკური ეკლესიის ეზოში ვდგავარ, რომელსაც აქაურები ირმის ეკლესიას ეძახიან. თუ რატომ ირმის ამას თავისი განსაკუთრებული ამბავი აქვს და უკავშირდება ლეგენდას აღდგომასა და ირემზე. აქაურებს ეს თქმულება ძალიან უყვართ და თაობიდან თაობას გადასცემენ. ამბობენ, რომ მასში მოთხრობილი ამბავი სწორედ ამ ეზოში ხდებოდა. აი რას გვიყვება ლეგენდას აღდგომო ირემზე. ლეგენდის მიხედვით ადრე ეკლესია უშველებელი ყოფილა. ამბობენ, რომ მზის ჩასვლისას მისი წვერისა და ჯვრის ჩრდილის შუა სერის მთაზე არსებულ მეორე ტაძარს თან ხვდებოდა. ყოველი აღდგომის დღესასწაულს აქაურები ამ ტაძარში ხვდებოდნენ. მას შემდეგ, რაც ტაძარში წირვა დასრულდებოდა და ხალხი გარეთ გამოდიოდა, მათთან თავად მიდიოდა ირემი. ხევში წყალს დალევდა და ხალხს ელოდებოდა, რომ დაეკლათ. აქაურებმა იცოდნენ, რომ ცხოველი აღდგომისთვის შესაწირად იყო მოსული და კლავდნენ. ასე ხდებოდა ბევრი წლის განმავლობაში. ერთ აღდგომას კი ტაძრიდან გამოსულ ხალხს ირემი აღარ დახვდა. დიდხანს ელოდნენ და ბოლოს ირემის დაგვიანებით გამოჩნდა. დაღლილმა ხალხს თხოვა ცოტა დამაცადეთ, წყალს დავლევ, დავისვენებ და ისე დამგალითო, მაგრამ ხალხმა მისი თხოვნა არ ისმინა. მაშინ ირემმა დაიწყებლა. ამ ეკლესიის ძირი აღმა და თავი დაღმა ყოფილიყოსო. ეს იყო და ეს. უშველებელი ტაძარი დაანგრეულა და მის ადგილას პატარა ეკლესია აუშენებიათ. ასეთია ლეგენდა. რეალურად კი ისტორიული ცნობების მიხედვით ეს ეკლესია სავარაუდოდ მე-6-მე-7 საუკუნეებით თარიღდება, თუმცა ზოგი უფრო ადრეულ პერიოდსაც უკავშირებს. ამავე ტაძრის ეზოში კი დგას სტელა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ოფიციალურად მე-7 საუკუნეებით თარიღდება. აქაურებისთვის ეს სტელა სასწაულმოქმედია და მის ქვეშ გაძრომის ტრადიციაც უკვე საუკუნეებს ითვლის. ისევე როგორც არლელი კათოლიკეების მიერ მოყოლილი ამბები სტელის ქვის ქვეშ გაძრომისას მომხდარ სასწაულებზე.